ხვალინდელი თამაშისგან პირველ რიგში ველი იმას, რომ ჩემი გუნდი იქნება ბევრად აგრესიული, ბევრად კონცენტრირებული, არ იქნება ის ხარვეზები, რომელიც ჰქონდა ლატვიასთან გამართულ თამაში და ესევე ველი და აუცილებლად ვეცდებით იმ პოზიტივის გამოყენებას, რომელიც ჰქონდა უკვე გაშვებული გოლის შემდეგ მეორე ნახევარს გულისხმობ ლატვიასთან თამაშის. მართალია ძალიან ბევრს გონია რომ მარტივია ის ყველაფერი, რაც მეორე ტაიმში ხდებოდა ლატვიის წინააღმდეგ, თუმცა ძალიან კარგად ვიცი თუ რა ძნელია 10 ფეხბურთელით დარჩენილი თამაშის გადარჩენა, არა მარტო გადარჩენა, აქ თამაშის ხარისხიც მაქვს საუბარი, ის დომინაცია, რომელიც როგორც ჰქონდა მანამდე, ესევე გაგრძელდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით ლატვიის ნაკრებთან, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით როგორც აღდგენას. კონკრეტულად ამ 3 დღის განმავლობაში ესევე იმ ხარვეზებზე მუშაობას განსაკუთრებით უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაში, ამაზე ბევრი ქონდა საუბარი, ესევე ვარჯიშით შევეხეთ ამ ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ ხოლმე ყველაფერი გამოსწორებული იქნება. სამწუხაროდ დანაკლისებს ისევე ვერ ვცდით, ტრავმის გამო ბუკია დაგვეკლდება, ესევე დისკვალიფიკაციის გამო თამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კვასალია და ტაბატაძე, თუმცა არიან შეკრებაზე ფეხბურთელები გამოძახებული, რომელიც მიიღებენ შანსს და უნდა იცადონ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ. სამწუხაროა, რომ ლატვიასთან ისე არ დასრულდა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვსურდა. 10 კაცით დავრჩით სამწუხაროდ, წითელი ბარათი მივიღეთ და ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი ალბათ იმის გამო, რომ ის გადამწყვეტი ფაქტორი რომ არ დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. რაც შეეხება მალტას, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა ავიღოთ და ჩვენ სასკეთად დასრულდეს ეს შეკრება. წინა თამაში განვიხილეთ, უკვე ვნახეთ ჩვენი ცუდი მომენტები, ასევე დადებითი მომენტებიც. თითოეული ფეხბურთელი უკვე ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის 100%-ით. ასევე განვიხილეთ უკვე მალტას დადებითი და უარყოფითი მხარეები და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარ სანახაობა მოვუწყოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ.